ძალიან ბევრი არის. ნაციონალური მოძრაობის ამ ცნობილი ლოზუნგით ახლა ქართული ოცნების მერობის კანდიდატი იბრძვის. ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირები და გია ერმაკოვის წარსული საქმიანობა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მას კონკურენტები ხშირად აკრიტიკებენ. მე არასდროს არ ყოფილვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ ჩემი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, პროფესიონალური თვალსაზრისით ვამბობ, პარტიული საქმიანობა კატეგორიულად მეგზალებოდა, სადღაც უნდა იყო, რომ იქიდან წამოხვიდე. ამიტომ მე ყოველთვის ვემსახურებოდი ჩემს ქვეყანას, ვემსახურებოდი ჩემს ქალაქს, ვემსახურებოდი ჩემს ოჯახს. საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე 3 თვის განმავლობაში ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი უკვე იყო, თუმცა ახალი პროექტების დაწყებას ამ თანამდებობის ხელახლა დაკავების შემთხვევაში გეგმავს. ბევრი პროექტი განხორციელდა თავგეგმავად, ბევრი პროექტი განხორციელდა ყოველგვარი თქვათ საჭიროების გარეშე, როდესაც შეიძლებოდა ამ პროექტებისათვის დახარჯული თანხები, თქვათ ეს იყო ცენტრალური ბიუჯეტიდან, თუ ეს იყო ქალაქის ბიუჯეტიდან, მიმართული ყოფილიყო ქალაქის საკეთილდღეოდ. ჩემი ეზოდა გახსოვს ალბათ პიაცის ადგილას. ზოგადად თანამედროვე პიაცა ესეც რა იყო? ყოფილი ხელისუფლების ახალი კანდიდატის მთავარი საარჩევნო პროგრამა კი უკვე აშენებული შენობებია. გია დიასამიძე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად ბათუმში შეწყვეტილ პროექტებს აპროტესტებს და მერის პოსტის დაკავებას მათ გასაგრძელებლად გეგმავს. ჩემთვის მთავარი კონკურენტი არის ჩემი გაჩერებული ქალაქი. აი ეს პროექტები, რომლებიც გაჩერდა. არავისთან არავითარი რაღაც პოლიტიკური თუ მით უმეტეს პირადი კონფლიქტი მე არა მაქვს, არც ჩვენ გვაქვს, როგორც გუნდს, ჩვენი კონკურენტი და ჩვენი ძირითადი მოწინააღმდეგე არის აი სიტუაცია, რომელიც სამწუხაროდ არის ამ ქალაქში. მზად ვარ ნებისმიერ ჩემს კონკურენტს გავეჯიბრო ამ ქალაქის სიყვარულში და ერთგულებაში. მშენებლობის პროგრამას უკვე აშენებულის დემონტაჟის დაპირებას უპირისპირებს ლეიბორისტული პარტიის წევრი. ნუგზარ ჩხაიძე დამოუკიდებელი კანდიდატია და მერობას ფოსტის შენობის ბათუმის თვითმმართველობისთვის დასაბრუნებლად და მის გვერდით მშენებარე სასტუმროს დემონტაჟისთვის გეგმავს. როგორც კი აღვადგენ იმ ფოსტის შენობას, როგორც ომის შემდეგ აღდგა მინსკი, ვარშავა და ასე შემდეგ და ამ შენობას გავაქრობ, დემონტაჟს გავუკეთებ, პირველივე დღიდან დავიწყებ ამაზე ფიქრს. დემონტაჟს პირდებიან ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ნინო ბურჯენაძის და სალომე ზურაბიშვილის პარტიის წევრები. ორივე მათგანი მმართველი კოალიციის კანდიდატს ძალოვან უწყებებში მუშაობის გამოცდილებას უწუნებს. ბურჯენაძის კანდიდატი მურმან ბერიძე 26 მაისს თბილისის პარალელურად ბათუმში გამართული აქციის მონაწილეა. დამარბიეს აქციაზე აჭარის ტელევიზიასთან და ეხლა ის პიროვნებები სამთავრობო პარტიიდან მოდიან ქალაქის მერად და მე მინდა რომ დავუმტკიცო აგენს რომ ის ძილძველი ბათუმელი ვარ და ჩემი ქალაქი მიყვარს და ჩემი ბათუმელი მიყვარს. საქართველოს გზის წევრი გოჩა გუგუნავა აჭარის ყოფილი მმართველის ასლან აბაშიძის შვილის გიორგი აბაშიძის მეგობარი და მისი ყოფილი კომპანიის ფინანსური დირექტორია. მერობის ყველაზე ახალგაზრდა 36 წლის კანდიდატი ფიქრობს, რომ ქალაქს მენეჯერი უნდა მართავდეს. ბათუმს უნდა მართავდეს მენეჯერი ადამიანი, ბათუმს უნდა მართავდეს ზრუნველი ადამიანი, მით უმეტესია ბევრი ხედვები გაგვაჩნია, ბევრი სამუშაო ადგილების შექმნა შეგვიძლია. მეორე მიზეზი ის არის, რომ ბათუმს არ უნდა მართავდეს პოლიციელი, რომელიც შეასრულებს მითითებებს და დავალებებს. ბათუმის მერობისთვის სულ 11 კანდიდატი იბრძვის. 15 ივნისს პირველად ქალაქი მერს პირდაპირ წესით აერჩიეს.